არასდროს არ ყოფილა ჩვენი მხრიდან ეთნიკური კუთხით კვლელობა. 2200 აფხაზი ცხოვრობდა სოხუმში მთელი ომის განმავლობაში, მათ შორის ალექსეი გოგუა აიდიალას პირველი თავმჯდომარე. შალვა ინალებად ბოლო დღემდე წვევილი. თამარ გოგონია რომ დაიღუპა იმათის გასმობილი ჯორი ჩვენ დავასახვა. ეთერი მაგათი ხო. და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ეს ადამიანები როდესაც უკვე იცოდნენ რომ სოხუმი უნდა აიღოთ, ჩვენ ნავებზე დავშვით ივლისში და დავიყვანეთ თავისი ბარგი ბახანი ძაღლებითა და ყველაფრით გავიყვანეთ გუდაუთაში. ეს ხო ფაქტია, ამას ვერ დაეცემა. მიუხედავად იმისა, მართლა იყო ძარცვა, მართლა იყო მთელი ამბები რაღაცები, არავის არ მიუცია არასდროს იმის ნება. ხო და იმას ლაპარაკობ, ნება იმისა, რომ აი აფხაზი როგორ იმდო რომ აფხაზი იყო და ამის მაგალითი არის, დაიდგილარას თავმჯდომარები იჯდნენ და პრობლემა არ იყო. მაგრამ აქ ცოტა სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. როცა ლაპარაკობ ჩვენ გენოთიზმ და ეთნიკურ წმენდაზე, ну რა თქმა უნდა ეთნიკურ წმენდას ვინ გაეცემა 300.000 აგებია, ხო? მაგრამ გენოციდი მესმის რომ ფაქტებია, საჭიროა ამის საჭირო რაღაც ბევრი სხვა ის არის, მაგრამ როდესაც ლაპარაკია გენოციდის საკითხზე, არასდროს არ არის ლაპარაკი ეთნოს, ლაპარაკია პირად შემსრულებელს. იქ არაჯიში იყო თუ ვიღაცა იყო, ხო, არავის არ უთქვია არც იტყვის არასდროს რომ აფხაზ და ეთნოსმა გაატარა ის რომ დაუშვა ეს ვანგალურის პოლიტიკური შეფასება. ვინ გააკეთა აი ზუსტად შეფროგი ის რომ მოკლა, ვინ გასაბრძანება, ამაზე ლაპარაკი. ხოცავდა აი მასობრივი. ხო. მაგრამ არა ეთნიკური ნიშნი. გენოციდი არის არა მარტო ხოცვა, გენოციდის ერთ-ერთი სტატია არის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების დევნა, არა მარტო ხოცვაზე ლაპარაკი. თქვენ ისი ზანგარდათ რომ ჩვენ ბატონიშვილი თავისი შემოგარენით იმ 40 კაცი რომელიც ირგვლივ იყო, პირველი პირი იყო მაშინ აფხაზეთის წვედაბაგილი ადამიანი დახოცეს მამა ანდრია და მამა ანდრია ყურაშვილი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. აქ გენოციდის ნიშნები ძალიან ბევრია, მე რომ ვკითხო. ჩემი უსწრებობიდან გამომდინარე თუნდაც. ნახოთ უფრო ღრმა იუსტები რა სიტყვია. ამიტომ ლაპარაკი იმაზე რომ არ წავა ეს მე იცით რა არ მინდა გავწარდო აქ რაღაც ისეთი ძიმე ფაქტები, მაგრამ ის რომ სოფელ ახალდაბაში 300 ქალი პატარებიდან დაწყებული ბავშვები საერთოდ განმავლობაში აუპატიურებდნენ და იქ ერთმა გოგონა რომელსაც როგორც იქნება დაწერა ჩვენ მეგობარმა ამაზე ეს ნამდვილი ფაქტია 52 კაცმა ვის გააპატიურა თავისი სახელმწიფო დააწერა ტანზე და დავისოთ ეს ყველაფერი არაფერი არ მოხდა კიდევ ხოლმე თვითონ ამის ჩამოგდება ეს სამხალხო თვითონები გასმარცული რომ სამხედროების იჯდა სამხალხოების იჯდა მეორე პირველი თვითონები რომ სოჭიდან მოფრინავდა საერთო სამხალხო იყო ხო და საერთო მოფრინავდა სოჭიდან საერთოდ არ ქონდა კავშირი თქვა დაკეთამხრიდან ამიტომ გენოციდის დამამტკიცებელი ძალიან ბევრი ფაქტია თუმცა მოინდომებს საქართველოს დაუბრუნდა საქართველოს ხელისუფლებას ჩვენ ყველა ერთად უნდა დავიწყოთ არ უნდა გავშევდეთ მეგობრებო არავინ არ ვაპატიებს ჩვენ იმ ადამიანების სიკვდილს რომელიც ვერ დავისწავლეთ ჩვენ სულ ერთად და ის გადავჭის ოსმანი და ზოგიერთ ჩემი თავი ამაშენ გონია რომ გადავჭი მაგრამ ხის იბარის და მასხის მითი საფუძვლად დომ სოფლიოს არაც აღარ გადახოთ სირცული ფიცი